გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და მე ვაგრძელებ ახლა ვიდეოების გადაღებას. ვისაუბრებ უბრალოდ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ, თუ რას ვაკეთებ, რა მიმართულებებში ვარ და ასე შემდეგ. იდრას გავაკეთე ცოტა. ესე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მე ამჟამად ვაჭრობ სპოტზე ბიტკოინით, ტარგოვი სავაჭრო ბოტები მაქვს ჩართული და ხელით ვაჭრობასაც ვეწევი ხოლმე. სპოტზე ვაჭრობდი მე 2017 წლიდან, ეს მაქვს ნათქვამი, ყოველთვის მერე ვიყავი ფიუჩერსებზეც ვიყავი და უმეტესად ბოლო შუალედში ვმუშაობდი P2P-ზე, რასაც გავანებდი ამჟამად თავი, რადგან ძალიან გართულდა მაგ მუშაობა. B2B-ზე მუშაობა, ბანკები პრაქტიკულად არ მაძლევენ საშუალებას, ბლოკავენ ანგარიშებს და ასე შემდეგ. და ამიტომ პარალელურად მე ყოველთვის სპოტზე ვმუშაობდი, მაგრამ ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული, როგორც ახლა ვარ. უბრალოდ შეძენებს ვაკეთებდი ბიტკოინის და გაძვირდებოდა ვყიდდი. ამჟამად მეგობრებო, ვაჭრობ, ესე იგი ბიტკოინით ბოტებიც მაქვს ჩართული, ბევრს ვისაც აინტერესებს ვურთავ ხოლმე ბოტებს, უანგაროდ, ოღონდ უნდა გახდეს ჩემი რეფერალი და ჩავუთავ ბოტს ჩემი პარამეტრებით, ან ვისაც აინტერესებს მაქვს კოპი ტრეიდინგიც, გამოიწერო შეუძლია BitGet-ზე, ახლა ვაპირებ სხვა ბირჟებზე ჩართვას. უმეტესად კოპი ტრეიდინგზე მაქვს ნამუშევარი Bybit-ზე და Binance-ზეც, მაგრამ იქა რაღაცა პრობლემების შემექმნა, რუსეთიდან მქონდა გადმორიცხვები USDT-ს და დამიბლოკეს აკაუნტები, ამიტომ ამჟამად ახალი აკაუნტი მაქვს კოპი ტრეიდინგის BitGet-ზე და OKX-ს ვაკეთებ და Get.io-ზეც. თუ გაინტერესებთ ჩემთან ერთად მუშაობა, მეგობრებო, შეგიძლიათ ჩემი კოპი ტრეიდინგის ჩემი გამომწერი გახდეთ, დაუშვათ და ავტომატურად დაკოპირდება ჩემი პოზიციები, ან შემიძლია დაუშვათ Telegram-ში მოგცეთ სიგნალი, სიგნალი არა, მე გამოდავდებ ჩემს თუ ასეთი ინტერესი გექნებათ, ჩემს შესulis, პოზიციას როდის ხსნით და ჩემთან ერთად შეგიძლიათ თქვენაც გახსნათ, უბრალოდ რისკებს იღებთ თქვენ თავის თავზე, შეგიძლიათ გადახედოთ, მე ვმუშაობ როგორ. მე სპოტზე ვმუშაობ ძალიან კონსერვატიულად და დიდად გათვლილი რისკ მენეჯმენტით. ეს არ არის ფიუჩერსი, თანხებს მე მინუსში არ ვხურავ. წამგებ პოზიციას არ ვაფიქსირებ ხოლმე, ყოველთვის ვაფიქსირებ მაქსიმალურად ვთვლილობ მომგებ პოზიციებს. და ყიდულობ პატარ-პატარა, ასე თქვა, შესვლებით გრაფიკზე გამოხატული ტექნიკური ანალიზიდან გამომდინარე. ხო, და ვისაც დაგაინტერესებთ და დაუშვათ ჩემთან ერთად ვაჭრობა, არის ბევრი ვარიანტი, ვინც ვერ ერკვევით საერთოდ კრიპტოვალუტებში და არ გაგვრო, შემიძლია ბოტი ჩაგირთოთ დაუშვათ და მისით ვაჭრებს, ან გამოიწეროთ ჩემი კოპი ტრეიდინგი და უფრო იგიც მე ვაჭრობ და ის აკოპირებს. უფრო მომგებიანი გატესტილიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელით ვაჭრობა არის და კოპი ტრეიდინგს თუ კოპი ტრეიდინგში შემოხვალთ, ის უფრო არის მომგებიანი ვიდრე ბოტით ვაჭრობა, იმიტომ რომ ბოტი აკეთებს ბევრ პოზიციებში კი შეგიძლია პატარას დააყენო, მაგრამ ის ავტომატურად აკეთებს ყველაფერს გათვლილი ალგორითმით და არ შეუძლია დაუშვათ გაითვალისწინოს რაღაც ისეთი რაღაცები, რასაც ადამიანი გრაფიკზე შეხედვის შედეგად ხედავს. ანუ იმას, რასაც ჩაუწერ, იმას აკეთებს. ხო და ხელით ვაჭრობა უფრო არის მომგებიანი. და ერთი ვარიანტი მაქვს ბოტის ჩართვა, მეორე კოპი ტრეიდინგზე შეგიძლია ჩემთან ერთად იმუშაოთ და მესამე შემიძლია უბრალოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვხსნი პოზიციას და თქვენი ხელით გახსნათ კოპი ტრეიდინგის გარეშე პოზიცია ჩემთან ერთად და გეტყვით როდის უნდა დახუროთ, take profit-ს დააყენებთ და დახურავთ ისე როგორც დაუშვათ მე ვაკეთებ. შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ.
ამჟამად მეგობრებო მარკეტ მეიკერები და საერთოდ კრიპტოვალუტის ბირჟები მაქსიმალურად ცდილობენ ხალხი დასვან ფიუჩერსებზე. ფიუჩერსები არის ერთადერთი ადამიანის ესე იგი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შეცდომაში შეყვანა იმ ხრივ რომ გინდა თუ არ გინდა ფიუჩერსებზე მარკეტ მეიკერები მაქსიმალურად უწევენ კონტროლს ყველაფერს და აკეთებენ ლიკვიდაციას აკაუნტების. რაც აი აქა ჩანს რა აი ამ დავარდნაზე ახლა რომ იყო დავარდნა ბიტკოინმა რამოდენიმე პროცენტით დავარდა ალტკოინებმა დაჟე 0-მდეც დავიდა იყო ეგეთი ალტკოინებიც ვისაც ფიუჩერსებზე დაჟე მეორე და მესამე პლეჩოთი კონდენ გახსნილი და ძალიან დიდი თანხებით აი ბლოგერებიც YouTube-ზე რო ნახოთ რომელიც არიან ბლოგერები და თან ტრეიდერები ბევრი წავიდა ლიკვიდაციაზე რამოდენიმე 100,000 დოლარით მილიონობითაც დაჟე და ეს იყო რაღაცნაირად გათვლილი რომ არ შეიძლება რომ აქტივმა 0-მდე დავიდეს ანუ ისე მაგრად დავარდა რომ ანუ ორდერ ბუქებში ანუ სტაკანებში საერთოდ ყიდველს და გაყიდველს არ იყო და ამ დროს ბევრი ტრეიდერი წერს რომ როცა დავარდა ლონგის გახსნა უნდათ დაუშვათ შესლა რომ დავარდნილიყო არც ერთმა ბირჟამ არ მიცა არ იძლეოდა ნებართვას თუ რა ვიცი ან მოქმედების უფლებას რომ გაგეხსნა ლონგი რა ვერ გახსნიდი ვერანაირად ლონგს ეს გამომდინარეობს იქიდან რომ მარკეტ მეიკერების რაღაც გათვლილი ეს მოქმედება იყო და როცა აიზარდა კარგად ფასი მე უკვე მიეცა საშუალება ხალხს უკვე შესვლის პოზიციებში შეშლის სადაც უკვე ვერ გამოიმუშავებდი და კარგულ ფულსაც ვერ დაიბრუნებდი და თანხასაც ვერ გააკეთებდი მე გაჩერდა ანუ ფიუჩერსები არის მაქსიმალურად მანიპულირებადი აქტივების მანიპულირებადი მექანიზმი და ინსტრუმენტი და ყველა ბირჟა მაქსიმალურად რეკომენდაციას თუ რა ვიცი რაც მინდა იძლევა ფიუჩერსებზე რომ დასვან ხალხი ფიუჩერსებზე და ფიუჩერსებზე რა თქმა უნდა ადამიანი გადადის აზარტში და ის უკვე აღარ ვაჭრობს ფიუჩერსებზე მოქმედებას არ ფია ვაჭრობა ის არის თამაში ანუ კაზინოს თამაშობ ჩათვალე და ეთამაშები კაზინოს ანუ მოგების მოიგებ ხანდახან მოიგებ მაგრამ ბოლო ჯამში მაინც დაკარგავ მაინც აღარ იმიტომ რომ იქა უკვე სხვანაირი ალგორითმებია შენ ფიუჩერსებზე რო შედიხარ ხსნი პოზიციას ანუ აქტივს კი არ ყიდულობ ანუ კონტრაქტს დებ ბირჟასთან ანუ საკუთრებაში არ ყიდულობ არაფერს და ანუ რო გადახედო ზოგადად ინფორმაციულად და შინაარსებრივად ესე გამოდის და სპოტზე შენ საკუთრებაში ყიდულობ აქტივს და როცა გინდა გაყიდი, როცა გინდა არ გაყიდი, რასაც გინდა იმას უწევ თუ გინდა გადაიტან სხვა ბირჟაზე გაყიდი, თუ გინდა სხვასთან გადარიცხავ და სხვა საფულეზე გაუშვებ, რაც გინდა იმას იზამ. ანუ საკუთრებაში გაქვს აქტივი. ეს თვითონ რო გადახედო ეს მოქმედება შეძენის დროსაც ასეა. ამიტომ მე არ გირჩევდით ფიუჩერსებზე ვაჭრობას, თუ ვინმე ვაჭრობთ ფიუჩერსებზე, მაქსიმალურად შეეცადეთ და მოტოვეთ თავი და გაანებეთ ჩემი რეკომენდაცია არის რომ ფიუჩერსები არის კი ახლა ზოგი იტყვის რომ შენ არ გამოგივიდაო და რაღაცაო. არა, ფიუჩერსებზე ვაჭრობა ძალიან კაზინოს მაგვარია რა. აზინოსო კი გაარტყა მოიგო შეიძლება, მაგრამ დროის განმავლობაში მაინც წააგეთ. და ჩემი რჩევა იქნება, რომ სპოტზე ივაჭროთ, სპოტი არის უფრო მაქსიმალურად სტაბილური და თუ კარგ გახით სტრატეგიას გააკეთებთ, შეგიძლია დროის მანძილზე დიდი თანხა დაუშვათ არ გააკეთო, მაგრამ წლის განმავლობაში სტაბილურად შეგიძლია დაუშვათ რაღაც თანხები გამოიმუშაო და ფიუჩერსებზე რესკად შეიძლება გააკეთო, მე რესკად დაკარგო და წლის ბოლოს შეიძლება მაგარ კაი მინუსშიც იყო. სპოტზეც ახლა არის მომენტები, რომ იყიდი და გაიაფთებო, მაგრამ უნდა გქონდეს ისეთი სტრატეგია, რომ იმ გაიაფებას ელოდო და არ იყიდო მთლიანი თანხით, რაც გაქვს ამჟამად აქტივი და უნდა იცოდე დაუშვათ რა მომენტებში იყიდო, რა მომენტებში არ იყო.
არ იყიდო ამას ქვია ესე იგი გამოცდილება, თვალის გამოცდილება უკვე გრაფიკზე შეხედვის შედეგად უკვე დაახლოებით ანუ ახდენ ფოკუსირებას იმისას რო ხდები რა მოხდება, როგორ მოხდება, საერთოდ როგორ წავა და იქიდან გამომდინარე უკვე დაზღვევლად რისკ მენეჯმენტიდან გამომდინარე აკეთებ პოზიციებს. ვისაც დაგაინტერესებთ მეგობრებო, ჩემთან ერთად მუშაობა შეგიძლიათ შემომიერთდეთ, მე კონტაქტს დავდებ, WhatsApp-იც მექნება, Telegram-იც აღწერაში და მექნება ლინკები, რომელ ბირჟაზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩემი ლინკით და თუ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით, შეგიძლიათ copy trading-ის მომწეროთ მე, გეტყვით როგორ დააკოპიროთ, ან მე დავუშვათ 6 თვის მანძილზე, ან 5-6 თვის მანძილზე შემიძლია მოგცეთ ჩემი ინფორმაციები თუ როდის შევდივარ და როდის გამოვდივარ პოზიციებში. ხო და 6 თვის მერე დაინახავთ რომ სტაბილურად პლუსში მიდიხართ ვერა, მაგას ვერ მიხდები ერთ თვეში დავუშვათ 20 დღეზე, 5 დღეზე და 10 დღეზე. 10 დღეზე შეიძლება ნებისმიერმა ახალმა დამწყებმა შევიდეს და ისეთი პოზიციები გააკეთოს, რომ უჩვენოს პენელმა 100% ზრდა. ხო და მე შედიან გამოიწერენ დავუშვათ ასეთ copy traders დავუშვათ და მე უკვე იძახიან რომ ნოლში წავედით და დავკარგეთ არხები. ამიტომ თუ დავუშვათ ჩემი ლინკით დარეგისტრირდით, მე შემიძლია თუ დამიკავშირდებით Telegram-ზე მოგაწოდოთ დავუშვათ ინფორმაცია, როდის შევდივარ პოზიციაში ბიტკოინზე, მე ვაჭრობ მხოლოდ და მხოლოდ ბიტკოინს, ალტკოინებს არ ვაჭრობ, რადგან ალტკოინები, ნებისმიერი ალტკოინი, რაც არ უნდა მყარი იყოს, ნებისმიერ დრო შეიძლება დავარდეს ნოლზე. კი, ბიტკოინი შეიძლება დავარდეს, მაგრამ კი ხედავთ ბიტკოინი არის ნამდვილად დეცენტრალიზირებული და დანარჩენი ყველა ალტკოინი და ყველა კრიპტოვალუტა არის ცენტრალიზირებული. ისევე როგორც ფიატური ფული, ანუ ლარი, დოლარი და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი აქტივია ბიტკოინი დეცენტრალიზირებული. ამიტომ მე ვაჭრობ მხოლოდ ბიტკოინს. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ და მოგაწოდებთ მე ინფორმაციას როდის შევდივართ და როდის გამოვდივართ. ან ნახევარი წლის მანძილზე შეგიძლიათ გაწოდოთ და მე უკვე რაღაცა მოვილაპარაკებთ დავუშვათ პატარა პროცენტზე. ნახევარი წელი მე გაძლევდი დავუშვათ ინფორმაციას, ანუ ჩემს ერთად ვაჭრობთ. მე გეტყვით შევედი, შევეხვიდი, გამოვედი, გაყიდე, აქ იყიდე. მე უბრალოდ გაჩვენებთ, რომ მე ახლა შევდივარ, ან მე გამოვუშვებ იმ ინფორმაციას, რომ მე უყიდულობთ და თქვენ ახლა იყიდით, არ იყიდით, ეს უკვე რა თქმა უნდა, თქვენი ნება და რისკებიც გათვალისწინებათ, რა თქმა უნდა, თქვენზეა. ვისაც დაგაინტერესებთ ასეთი ვარიანტები, მომწერეთ და ვითანამშრომლოთ. გვადლობთ ყველას ყურადღებისათვის, ყველას გისურვებთ წარმატებას და უფალი იყოს თქვენი ფარველი.